ესეც საქართველოს და კულტურის სიახლეები თბილისის სიღნაღი ახალციხე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს საქართველოს რამდენიმე ექსპოზიციით აღნიშნავს. დამთვალიერებელს ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრების უნიკალური ტილოების ნახვა შეეძლებათ. ფოტოგამოფენისთვის ემზადებიან აბრეშუმის მუზეუმში, სადაც საარქივო მასალებით მე-19 საუკუნის თბილისი უნდა გაცოცხლდეს. ექსპოზიციები მოეწყობა რეგიონებშიც. ღამე მუზეუმში ამ სახელწოდების აქცია დაასრულებს 21 მაისს კვირეულს. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. ქართული და უცხოური ავანგარდული ხელოვნების უნიკალური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ერთ საგამოფენო სივრცეში მუზეუმების კვირეულის ფარგლებში ერთიანდება. ხელოვნების მუზეუმში ვიზიტორებს ფიროსმანის, ქიქოძის, კაკაბაძის, კანდინსკის, დანევიჩისა და გონჩაროვას უნიკალური ტილოები დახვდება. 100-მდე ნამუშევარი, ავანგარდული აფიშები, წიგნები და საარქივო მასალა მუზეუმის ორ დარბაზში იქნება გამოფენილი. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის რამდენიმე დარბაზი კი ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრებს დაეთმობა. ცნობილი ქართველი პორტრეტისტის ტილოებზე დამთვალიერებელი ანა კალანდაძეს, ელისო ვირსალაძეს, სოფიკო ჭიაურელს, მედია ჯაფარიძესა და მანანა ქიქოძეს ამოიცნობს. გამოფენა მხატვრის 120 წლის იუბილეს ეძღვნება და ასევე დაგეგმილია ორენოვანი მონოგრაფიის პრეზენტაცია. მაყურებელს შეუძლია თვალი გაადევნოს მისი შემოქმედების ეტაპობრივი განვითარების ხაზს. მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი რამდენიმე პროექტს ამზადებს. მათ შორისაა ფოტოპროექტი, რომელიც კავკასიელი ხალხის ყოფას და მეაბრეშუმეობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურობას ასახავს. ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები აბრეშუმის ნაციონალურ სამოსში არიან გამოწყობილი. ამას გარდა ჩვენ ასევე წარმოგიდგენთ მეორე სტუდენტურ გამოფენას მაკმანს მიღმა, ასევე გვექნება City Game აბრეშუმის დაიდუმლო. სიღნაღის მუზეუმი დამთვალიერებელს ექსპოზიციას სახელწოდებით მარინისტული პეიზაჟი წარმოუდგენს. გამოფენა მე-16-მე-20 საუკუნეების მარინისტული პეიზაჟის ოსტატების ნამუშევრებს გააერთიანებს. 21 მაისს დედაქალაქში და რეგიონებში პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმები ღამის პირველ საათამდე იმუშავებენ. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს მომზადებული, ძალიან მრავალფეროვანი. მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ ინიციატივას უკვე 9 წელია უერთდება და მთელი კვირის განმავლობაში, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, პრეზენტაციები და სამეცნიერო კონფერენციები.